ვისამ გავაგრძელოთ ჩვენი გამოფხიზლების სერია. ეხლა უპასუხებ თქვენს ასე ვთქვათ საჭირო კითხვებზე, როგორიც არის, საიდან გაქვს ეს ინფორმაცია და კიდევ რაღაცები, ასევე გამოღვიძების დრო, რატო არის გამოღვიძების დრო და საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი. ახლა რასაც ვიტყვი, ყველაფერს პასუხობს, არ ვიცი რამდენად იქნება ოღონდ გასაგები. ყოველ შემთხვევაში მე ვეცდები ჩვეულებრივი ენით, 13 ყველა ენით ეს ახსნა. ავიღოთ აბსოლუტი ყოვლის მომცველი, აბსოლუტი ენერგია, ნახეთ, კარგად უნდა ჩანდეს, აქ მთავარი ეს არის. აბსოლუტი ენერგია ავიღოთ ყოვლის მომცველი, რომელმაც ეს არის მამა ღმერთი დედა ერთიანი, მას არა აქვს ფორმა, ეს არის კვანტური ველი შესაძლებლობები, სადაც არის მხოლოდ ენერგია, სიყვარულის მაღალი უმაღლესი ცნობიერება, ფორმას აძლევს ადამიანი ქვედა ცნობიერებაზე მყარში, მას არა აქვს ფორმა, არ არის წვერებიანი, კარგი. მან გადაწყვიტა გაფართოება, ამიტომ გამოყო, აღარ ვამბობ კიდე იქ რამდენიმე ვერსია და სიმულაციები შეიქმნა, მაგრამ ეხა მან გამოუშვა თავისი მცირე ნაწილი, ანუ ჩვენ როგორც სული ჩამოვედით სხეულში, აი, სხეულში ჩამოვედით, ამხელა ხელები დავხატე. ჩამოვედით სხეულში, როგორც და მოხდა სხეულით დედამიწაზე, ეს არის 3D. ჩამოსვლა ადამიანის სული მიბმულია უმაღლეს ცნობიერებას, ესე ჩურჩხელასავით არის ასხმული ენერგოცენტრებით. ეს ენერგოცენტრები ყველაფერს თავისი სიხშირე და თავის გარშემო ტორსირებულ ველს ქმნიან, სადაც ტორსირებული ლელი მის შესაბამის პროგრამებს იზიდავს. ეხლა ეგ რა ხდება, როდესაც ჩვენ დავმიწვიდით დედამიწაზე, ხდება პროგრამებთან მიერთება. დედამიწის პროგრამები ეგრეგორულ სისტემაში მიერთება. რა ეგრეგორული სისტემებია? ეხლა ესენი. გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის მაგალითად ბრძოლის პროგრამა, თავდაცვის პროგრამა, სოციალური პროგრამები, ეს არის ტივი, საინფორმაციო პროგრამები, ეს არის ფინანსები, უფულობა, ეს არის ავადმყოფობის ეგრეგორული სისტემები, ეს არის ყველაფერი კოდირებული სისტემები, რომელთან ბავშვობიდან მიგიერთებენ და დაახლოებით პირველი, მეორე, მესამე ენერგეტიკულ ჩურჩხელასავით ხო ვართ აწყობილი. აი ამ სამ ცენტრებით ხდება მიერთება ძირითადად ამ სისტემასთან. მაგალითად, ფინანსები ფული ხელის ჭუჭყია, ფული ასე ადვილად არ მოიპოვება, მე ბანკი ხო არა მაქვს ფული მოგცე, როცა ეს ბავშვობიდან გიდებენ ამ პროგრამებს, მაშინ შენ მიერთებული ხარ და შენ ცხოვრებაში ამის შესაბამისი სცენარები თამაშდება. როდესაც შენ გიმტკიცებენ, რომ სიკვდილი კარგია სამშობლოსთვის ან რაღაცისთვის, შენ ხარ სულ თავდაცვის ბრძოლი, შენი სამშობლოდ, შენც მუდამ ბრძოლაში ხარ, იბრძოლე, თავი დაიცავი, დაესხი, მოიპოვე, არა აქვს მნიშვნელობა როგორ, ეს არის ქვედა ცენტრები და ქვედა ცენტრები უზრუნველყოფენ 3D მატრიცის კვებას. ანუ 3D მატრიცა იკვებება გამოყოფილი ომის, ტანჯვის, სინანულის, თვითკრიტიკის, განკითხვის, ამაზე კამათის ენერგიებით ეს იკვებება. როდესაც შენ ჩამოხვედი დედამიწაზე და 3D-ს მატრიცას ქონდა ამაზე პირობა, ეს ყველაფერი ღვთიური მელია, მაგრამ ის არის ფენებად არის, ლეველებად არის განთავსებული. 3D-ს ქონდა პირობა, რომ შენ უნდა დაგევიწყებინა, რომ შენ ხარ ღვთიური ნაწილი, თავად ღმერთი, რომელმაც უნდა ისწავლოს დედამიწაზე ღმერთობა და შენ რო ეს დაგავიწყდა, მთლიანად მიერთებული ხარ და ახლა ემსახურები ამ სხეულში შენი ღვთიური შემოქმედი ნაწილით მთლიანად ემსახურები მატრიცას, აი ამ პროგრამების, დედამთილ მამამთილის პროგრამების, მეუღლესთან ურთიერთობების, გარკვევის, ფულის მოპოვების, ბრძოლაში, თავდაცვაში, ქვეყნის შეცვლებში და მოკლედ ხარ ამ ამბევში 3D-ში, სადაც სიტუაცია არანაირად არ იცვლება, როგორც ხვერპლი იყავი, ისე მსხვერპლში ჩები. ეს არის 3D მატრიცის პროგრამები, იმიტომ რომ შენ მიბმული ხარ ამ სტრუქტურას. რა ხდება, როდესაც ამ პროგრამებისგან თავისუფლდები
ანაცნობიერებ, რაც ნიშნავს გამოღვიძების დროა იმას ნიშნავს, რომ მე ამ პროგრამებს გვერდიდან ვუყურებ, ვიწყებ მადლიერებას მადლიერება ეს არის პორტალი და ქრისტეს ცნობიერება, რომელსაც გაყავხარ სრულ ჭეშმარიტ არხის გახსნამდე პორტალს გიხსნის, მადლიერება რო შეძლო, უნდა ისწავლო მიმღებლობა, მიტევება, ნდობა, უნდა ისწავლო, ძალიან ბევრი აი ქვედა სისტემები უნდა დაამუშავო, ამის მერე გეხსნება პორტალი, ჩემ შემთხვევაში როგორ იყო, როცა ქვედა სისტემები დაამუშავო, შევწყვიტე გარეთ, ანუ ადამიანები სამდეში გარეთ ცვლიან, გარეთ იბრძვიან, გარეთ არიან, გარეთ ადანაშაულებენ. როდესაც შევტრიალდი შინ სახში შევტრიალდი, ამან დავამუშავე საკითხები როგორც ფსიქოლოგმა და როგორც ადამიანებთან მომუშავე ინდივიდუალურ და ჯგუფურ სესიებზე, ეს საკითხები ნელ-ნელა დამუშავდა ჩემში, გამომინთავისუფლდა ენერგია, რომ გამომინთავისუფლდა ენერგია, ეხლა ეს ენერგია სად უნდა წამეღო, ღვთიური არხიდან მოდის ენერგია, შენ დაგავიწყეს რო ხარ, მაგრამ უცებ ინტუიცია გააქტიურდა გახმოვანების სურვილი, ანუ მსახურების სურვილი, სადაც მსახურების პროფესიის არჩევაში ვარ და არჩევაში ვიყავი მაშინ 30 წელი საკუთარ თავზე მუშაობის, აქედან 13 წელი ადამიანებთან მუშაობის პროფესიონალურ და 10 წელი სულიერ კვლევაში მოვიდა ინტუიციურად რაღაც თემა, საკითხი, მე დავიწყე ამის ინფორმაციული მოძიებების სივრციდან, ველიდან, სამყარომ გამომიგზავნა ეს საკრალური ცოდნები უძველესი ცოდნების სახით, რეზონირდა ეს ჩემთან, გახდა წავიდა ინფორმაციის გაცვლა, ნელ-ნელა განმივითარდა ნათელ ცოდნა, მე ვარ ნათელ ცოდნის მატარებელი, ჯერ კიდე ბოლომდე არა, ნათელ ცოდნა, ნათელ ხედვა არა, როგორც ნათელ მხედველივით არა, ვიღაცის ბედს და იმას ჯერ და არც მაქვს ეგ სურვილი. მოკლედ ეს უნარები განვითარდა, გაფართოვდა, ეს თუ იყო ძაფის მაგვარი, გაფართოვდა ეს არხი, მეტი ინფორმაცია, მეტი ენერგია, მეტი ძალა მოდის ჩემში და გულის ცენტრიდან დაიწყო ამ ყველაფერმა გადინება და დაიწყო აი ასე გაფართოება ამ არხმა, როდესაც ზემოდან კოსმიური სივრციდან, უსასრულო ველიდან მოდის ინფორმაციები, შენ ხდები ამის გამტარი, ვერაფერი ვერ გამაჩერებს. იმდენად ტრანსლირების შინაგანი ისა მაქვს მდგომარეობა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მე ვიცი რას ვაკეთებ და ვიცი რითი ვაკეთებ და რატო ვაკეთებ, აი ეს ენერგია სწორედ არის უკვე ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ იღებთ. მაგრამ რატო გებადებათ ეჭვიანი, იმიტომ რომ თქვენ ადამიანი ეჭვი არის ეგო არის ეგრეგორული სისტემების მსახურება და როდესაც ადამიანი ეგოს ჭირდება სულ მტკიცება. უნდა დაუმტკიცოს და ეძებს გარეთ, იმიტომ რომ როგორც კი ისედაც ხო გარეთ სulis ყველაფერს, ისედაც ხო გარეთ ეძებს ყველაფერს, დამნაშავე ის იქნება თუ სიყვარულს, თუ ბედნიერების წყაროებს, თუ მოკლედ ფულს, თუ რაღაცას გარეთ ეძებს, გარეთ კი არა, ყველაფერი არის შიგნით და მერე ფართოვდება გარეთ. აი აქედან შექმნილი ველი ახდენს სასწაულებს, ჩვედა ცენტრებიდან 3D-დან გადაყავხარ 4D-ში და 4D-დან გადადიხარ 5D-ში და ეს ყველაფერი არის ცნობიერება და არა ტერიტორია რუქაზე და როდესაც მეკითხებით პასუხი გავეცი, საიდან მოდის ეს ინფორმაცია, აქ არის კიდევ სხვა სისტემები, შრეები და ამ სამყაროს არქიტექტორები და ეს კიდევ სხვა საკითხია და თუ გინდათ ამაზეც მე ვილაპარაკოთ, მაგრამ ეხლა რაც მთავარია, რას ნიშნავს გამოღვიძების დროა? გამოღვიძების დროა ნიშნავს იმას კურსი, რომელიც 28 დღიანი არის შექმნილი და მეორე ნაკადზე რეგისტრაციას ეხლა და ამ წუთას ვაანონსებ, ეს ნიშნავს, რომ აი ამ ცენტრამდე ასულას ვსწავლობთ ამ პროგრამების გამოცნობას, გაშიფრვას, დეკოდირებას ვსწავლობთ და მასთან ტექნიკებით, პრაქტიკებით მუშაობას და სწავლობთ. სავიდან დავიწყოთ, დაიწყეთ, თუ გაქვთ საშუალება დაიწყეთ 28 დღიანით, თუ არა გაქვთ საშუალება Telegram არხში შემოდით, არის უფასო მარათონების ჯგუფი და დაიწყეთ მადლიერებით. გახსენით პორტალი გულის ცენტრში და ქრისტეს ცნობიერება უყვარხარ და ეს სამყაროებით თამარს.